ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებისთვის ჩატარდა სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე. ტრენერი მამუკა ქაჩეჩილაძე მონაწილეებს ესაუბრა გენდერული თანასწორობის ზოგადი პრინციპების, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ისა და ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხურის კონვენციის ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. ტრენინგი მამაკაცური საუბრები ეს არის გაგრძელება იმ პოზიტიური თანამშრომლობის, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრს და ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის სამინისტროს გააჩნია უკვე წლების მანძილზე. დღევანდელი ტრენინგი იყო ძირითადად თავდაცვის აკადემიის გადაწყვეტილების მიღები მეთაურთა შემადგენლობისთვის და ეს არის მოდული, რომელიც მომზადებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ერთობლივად. და ფაქტიურად მოხდა გარკვეულწილად ადაპტაცია ამ მოდულის უფრო თავდაცვის სისტემისთვის და საუბარი იყო იმ პრობლემატიკაზე, რომელიც შეეხება გენდერულ თანასწორობას, გენდერულ ძალადობას, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ვალდებულებებს, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას და მათ შორის თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის სისტემას. და მე მინდა აღვნიშნო ის პოზიტიური რომელიც თავდაცვის სამინისტროშია, თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მათი ვალდებულებების შესრულებებში სხვა სამინისტროებთან შედარებით საქართველოში, რაც შეეხება მაგალითად 1325-ის სამოქმედო გეგმის რეზოლუციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მე იმედი მაქვს, რომ უფრო პოზიტიურ ცვლილებებს ავინახავთ ახლო მომავალში თავდაცვის სისტემაში. მონაწილეები ასევე გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებელი 2012-15 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ შესრულებულ საქმიანობებს. მონაწილეებმა იხილეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი, რომელშიც ასახულია 2014 წლის 7-8 ივლისს ჟენევაში ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხურის კომიტეტში ალტერნატიული ანგარიშის განხილვის პროცესი.